Salami მეგობრებო, ვისაც უყვარს თევზაობა, ეს ვიდეო არის თქვენთვის. ეხლა ჩავდივარ სათევზაო თბილისში მტკვარზე, ოღონ ქვემო ფონჭალოზომ გაზდები და მიდიხარ გარდაბნისკენ, აი იქ მხარეს ჩავდივარ. ეხლა ვარ გაბროსთან, გაბრიელთან, ფიფიფაოსთან, ჩემს მაკაცთან. გამარჯობა. ჯერ შევივლით გიოსთან, უნდა ვიყიდოთ კაოჭი და ეგეთ რაღაცები და მე და ჩავალთ. უყურეთ ბოლომდე, ვეცდები გადავიყოს საინტერესო ვლოგი. თუ მოგეწონებათ ეს ვლოგი, დაწერეთ კომენტარებში და უფრო მეც გადავიღებ. გავაგრძელებთ უფრო მეც გადაგებას რა, მეთევზეების პირველი წესი რაც არის, შევინარჩუნოთ სისუფთავე, მივიდეთ ნახოთ გარემო ეხლა როგორ დაგვდება ჩვენი, პირველში მოვაწესრიგოთ და დავიწყოთ თევზაობა. გიოსთან ვარ ეხლა. მე და ფიფიფო. აი აქ შეგიძლია შეეძინოთ ყველაფერი, ოღონ შეიძლება ანკესები არ არის ორიგინალი დაივა, რაღაცა ძვირიანები გაგიმეორებთ ერთხელაც, მაგრამ რაც იყიდება არის კაი ხარისხი და ფასები არის ბევრად იაფი სხვა მაღაზიებთან შედარებით. გრუზიკი თუ ღირს სხვაგან 3 ლარი, აქ ღირს ლარი და 50 და 2 ლარი. ლარი იქით 51 იქით საბოლოო ჯამში განსხვავებას ნახავთ. 200 ტელეფონ ნომერი გაიგეთ ჩვენი 551 997705 ბარახოლკაზე ვარ, აი თავარი შესული რომ არის, სამგვერდს ბაზრობის ბარახოლკა. აი რომ შემოხვალ თუ არა, აქვე არის. ჩამოვიდით მეგობრებო ლოკაციაზე, აი ესე გამოიყურება. ანუ მაგარი ადგილია. იმედია თევზიც იქნება ძალიან ბევრი აქ. ჩვენ შევამოწმეთ ყველაფერს და გეტყვით რა როგორ არის, რამდენი თევზი იყო და ვინ თევზმა რა გვითხრა სათითაოდ. აუ, ნახეთ, რა სილამაზეა, რა ბუნება. გამოიწერეთ არხი მეგობრებო, დალაიქეთ ვიდეო, ახალი არხი მაქვს შექმნილი, 700 გამომწერი მყავს ჯერ და მალე ავიდეთ 10,000, 100,000 გამომწერზე. TikTok-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე მყავს 9 მილიონზე მეტი გამომწერი. ახ ჭუბილობა, რასაც ქვია, ყველაფერი გვაქვს და ცოტა არეულია ეხლა საბარგოლიც გუჩნას ვიყავით სათევზაოდ ჩასული ვერ დავალაგე. მაგრამ ყველაფერი მაგრა, რაც საჭიროა. კამი ერთი ავიღეთ ის კამი. ქვევით არის მეორე კამი. ქვევით? აი მე ეს იყოს გია? წამ ერთი ნახოთ ადგილი საერთოდ აზრი აქვს თუ არა. აქ ჭაობები და ჩავარდები, აგე? აუ, ნახე რა, ხელა ჭაობები არის. აი ხა ვიწყებ ანკესის აწყობას, მეგობრებო, ფიდერი უნდა ავაწყო. ფიდერის ანკესი. გაბრიელი დონკაზეა, მე ფიდერზე. კატუშკა მაქვს ფლანგმანის. პატარაა, მაგრამ 3000-იანია, მაგრამ წავა თავის საქმეს იზამს, ნახოთ. სანამ ანკეს შვლიდი და ესეთი პატარა ზომის თევზი დავიჭირთ. ამას ახლა გავუშვებ თავისთავად, პატარაა, გაიზარდოს. მაგრამ პირველი თევზი უკვე არის. აი ამ ხელა ზომის თევზი დავიჭირეთ მეგობრებო, ერთი ცალი და ორი პატარაა. ლოკაციის შეცვლა მოგვიწია სამწუხაროდ, იმიტომ რომ იმ ადგილზე არის სულ ზაცები. ეხლა ვარ და ესეთ ადგილას. იქ იყო სულ ზაცებები. 30 სანტიმეტრი არის ეს. ესეთი რომ დავიჭროთ ერთი 10 ცალი იდეალურია. დაიცა? მომე. ეხლა ანგეშვლით. დაიჭირა? აბა, რას ფიქრობ? შენიერია. დაჭდა კიდევ, ამოიღე. აი ესეთი ორი ცალი კიდევ დავიჭირეთ. ერთი აქ არის, ორი აქ. 25-27 სანტიმეტრებია. ესე. რაზე ეჭერ? თეთრიჭია. ფათაშორის ძექვსე მოდის მაგრამ. ზაცები? კიდევ ზაცები. ეხა ვაწყობ დონკას რა. ზაცებია ძალიან ბევრი, როგორც გითხარით უკვე 10 ჯერ გითხარით, მაგრამ თევზი მოდის. ვერ გეტყვი რომ თევზი არ არის. თევზი არის, მაგრამ ზაცებიც არის ძალიან ბევრი. და ბევრი კოღო. სულ კოღოებია. იქ უკვე დავასრულე თევზაობა, ეხლა ჩავდივარ სხვაგან სათევზაოდ, მიგვინდა ნახოთ ან ჩავალთ ორთაჭალაში სათევზაოდ, ან ცხეთისკენ წავალთ, იმიტომ რომ იქ თევზი ნამდვილად არის, კარგად მოდის, მაგრამ ძალიან ბევრი ზაცებია, სულ ბალახია. სადაც არ არის ბალახი, ვერ მიხვავ. არა? კი, ეხლა შევიცვალოთ ლოკაცია და ნახოთ აქ როგორ იქნება.
მოგესალმებით, ბატონი კავკასიის არომატები რაიმე კაი შეგვითავაზებთ. ეხლა უკვე ჩამოვედით ტორთაჭალაში, აქვეს დავიჭირეთ 2 ცალი კაი ზომის თევზი, ერთი დავიჭირეთ ესეთი პატარა, ამას თავისთავად უნდა გავუშვათ ეს. ხო, აბა. ამას უშვებთ. ტორთაჭალაში ვართ, გეისი რომ არის, ეისი, იქ იმხაც უყან ბოლოში ჩამოვედით, სულ. აქეთ არის ესეთი პატარა ჩანჩქერივით არის და კარგად მოდის. ზაცეპი არის რაც თავარია, ამას უშვებთ. დაახლოებით 8 საათისკენ ტორთაჭალაში დავიჭირეთ კიდევ 3 ცალი აი ესეთი კაი ზომის თევზი, უბრალოდ სულ ბოლოში, სადაც ბევრი ქვებია აი იქ. და კიდევ ერთი 30 ცალი აი ესეთი წვრილი თევზი დავიჭრეთ, რაც მოსახერხად არის იდეალური. მოვრჩით მეგობრებო თევზაობა, 3 ლოკაცია შევცვალეთ, ჯერ ვიყავით ქვემოფონიჭალაში, გარდაბნისკენ, მერე წავედით რუსთავში, მერე ამოვედით ტორთაჭალაში, ჰეისთან. დავიჭირეთ თლიან ჯამში ერთი 7 ცალი, აი ესეთი კაი ზომის თევზი, რაცაც ქვია კაი ზომის თევზი, ვიდეოშიც გაჩვენეთ უკვე და ერთი 30 ცალი იქნება დაახლოებით. აი ამ ხელები, ამ ხელა თევზები რა, მოსახერხად ივარგებს იდეალურია. მაგის ვიდეოს ცალკე დავდებ მოხარშვის, უკვე იქნება დადებული ეს ვიდეო რომ გამოვა, არხზე იქნება დადებული მოხარშვის ვიდეო. შეგიძლია გადახვიდეთ და ნახოთ. დაწერეთ კომენტარებში, მოგეწონათ თუ არა ესეთი ვიდეო, აუცილებლად ვეცდები გადავიღო უფრო მეტი, იმიტომ რომ ეხლა კვირის ბოლოს მივდივარ ალაზანზე სათევზაოდ და იმასაც დავამატებ, რომ ვეცდები კამერის პრობლემა მოვაგვარო დროულად, რაღაც ჩიპის პრობლემა არის და გადაღების დროს თიშავდა თვითონ ითიშებოდა. ორჯერ მეგონა ჩართული მაქვს და ორჯერაც გათიშული იყო. ერთხელაც აგიმეორებთ, ეს არის ახალი ჩემი YouTube არხი კავკასიის არომატები, აქ იქნება რეცეპტების ვიდეოები, თევზაობის ვიდეოები, ვლოგები და უამრავი საინტერესო რაღაცებს შემოგთავაზებ. გამოეწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო, მეგობრებო.